პროტესტი გრძელდება თეატრალურ უნივერსიტეტში. რამდენიმე წუთის წინ სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. სტუდენტები რექტორატისგან ითხოვენ მკაფიო ოპოზიციის დაფიქსირებას იმ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და რა დროსაც სპეცრაზმი ასეულობით ადამიანს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა. დავით კობიძე გვეტყვის მეც ახალგაზრდების პროტესტის შესახებ. დავით, რა ხდება ამ წუთებში თეატრალურ უნივერსიტეტში? დღეს უკვე მეორე შეხვედრა მიმდინარეობს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან და აკადემიურ საბჭოსთან, რომელსაც უკვე ყველა ის სტუდენტი ესწრება, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები. თავდაპირველად 2 საათზე 3 სტუდენტი შევიდა თეატრალურ უნივერსიტეტში და შეხვდა აკადემიურ საბჭოს და მათ რექტორს და მათ ყველა გაფიცული სტუდენტის სახელით გააცნეს ის განცხადება, რომელიც უკვე რამდენიმე დღე არის ცნობილი და რომლის ოფიციალურად გამოქვეყნებასაც ითხოვენ ეს გაფიცული ახალგაზრდები. ამ განცხადების შინაარსი არის ძალიან მარტივი. სტუდენტები მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტმა და მათმა რექტორმა დაგმოს ყველა ის ძალადობრივი ქმედება, ის ტერორი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ნახა მიმდინარე აქციების განმავლობაში მოქალაქეების წინააღმდეგ და მათ შორის ამ განცხადებაში მითითებულია სახელი და გვარებიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორების თუ ყოფილი სტუდენტების, ვინც მიმდინარე აქციების დროს დაშავდა თუ უკანონოდ დააკავენ. რამდენიმე დღეა ითხოვენ უშედეგოდ ახალგაზრდები, რომ უნივერსიტეტმა გააკეთოს ოფიციალური განცხადება და ეს წერილი ოფიციალურად გამოაქვეყნოს საკუთარ გვერდებზე. ასევე ითხოვდნენ რექტორთანაც შეხვედრას დამოუკიდებლად, თუმცა რექტორმა მხოლოდ აკადემიურ საბჭოსთან ერთად მოაწყო შეხვედრა სტუდენტებთან. მას შემდეგ, რაც ამ 3 სტუდენტმა წაუკითხა განცხადების შინაარსი რექტორს და აკადემიურ საბჭოს, მათ დატოვეს შენობა, რადგან აღარ სურდათ მხოლოდ 3 სტუდენტს, რომ დისკუსიაში და დიალოგში შესულიყვნენ ამ ადამიანებთან. შემდგომ უკვე გამოვიდა მათი ერთი ლექტორი აქ შეკრებილ სტუდენტებთან და შესთავაზა, რომ შესულიყო ყველა მათგანი და ერთად გაემართათ დისკუსია. ახლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს ეს შეხვედრა და ჩვენ შეხვედრის დასრულების შემდგომ გვეცოდინება ალბათ უკვე დაზუსტებით, გააკეთებს თუ არა განცხადებას თეატრალური უნივერსიტეტი და გამოაქვეყნებს იმ განცხადებას, რომლის გამოც უკვე სტუდენტები, მათ შორის 3 ღამეა ათენებენ თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. კითხვაზე თუ რატომ გაუჭირდა უნივერსიტეტს ამ განცხადების დაწერა, ჩვენ არ გვაქვს. მათ აქვს და ჩვენც ამიტომ გვინდოდა ამდენი ხანი შეხვედრა რექტორთან, რომ ამ კითხვაზე პასუხიც მოგვესმინა და განცხადება გავრცელებულიყო. განცხადება არის უმარტივესი, რომ უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადონ მისივე ყოფილ სტუდენტებს და ლექტორებს, სადაც არის სახელები და გვარები ჩამოთვლილი, რომლებიც არიან დაზარალებულები, ძალადობის მსხვერპლები და უკანონოდ დაპატიმრებულები. მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში იარსებებს ადამიანი, რომელსაც რაიმე წინააღმდეგობა ექნება ამ განცხადების გაკეთებაზე. მით უმეტეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს დაწერონ განცხადება, რომელიც ეხება სოლიდარობას დაპატიმრებულებისა და დაკავებულების მიმართ და ასევე ჩვენი ყოფილი სტუდენტების მიმართ. და ამასთან ერთად ჩვენ ვითხოვთ რექტორისგან ბოდის მოიხადოს იმის გამო, რომ ანდრო ჭიჭინაძის ოჯახის ტრაგედია გამოიყენა საჯარო განცხადებისგან თავის ასარიდებლად. წრიული კორპუსის შესროლი არის დაკავებული და გავაგრძელებთ იქამდე გაფიცვას და დაკავებას, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული. პარალელურად სტუდენტთა ერთი ნაწილი რჩება თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მათ როგორც უკვე გითხარის, უკვე 3 ღამე გაათენეს თეატრალური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. პარალელურად გრძელდება საპროტესტო აქციები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაში. დღეს ძალიან ბევრი მსვლელობა არის დაგეგმილი და ყოველდღიურად მათ შორის საზოგადოება მიცის, რომ პირველ საათზე ხდება გაფიცვა და სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები გამოდიან ქუჩაში და რაღაც პერიოდის განმავლობაში იფიცებიან. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ჭავჭავაძის გამზირიდან მოქალაქეები განაგრძობენ გაფიცვას და ამ გაფიცვას აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, არ ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ არ გათავისუფლდება.